და ისევ რეგიონი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედ ფინალის პირველ მატჩში საფეხბურთო კლუბმა ბათუმის დინამომ სამტრედიას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. პირველ ტაიმში დინამო გიორგი ბერიაშვილმა დააწინაურა, მალე გიორგი დათუნაშვილმა წონასწორობა აღადგინა. 36 წუთზე თავი დინამოელმა დიმიტრი დადანაშვილმა გამოიჩინა. მეორე ნახევარში ბერიაშვილმა დუბლი გაიფორმა, წერტილი კი ამ დაპირისპირებაში 62 წუთზე ბექა ჭკუასელმა დასვა. განმეორებითი შეხვედრა 26 ნოემბერს გაიმართება, ხვალ კი ჩელე არენაზე საათასო შეხვედრაში ქობულეთის შუქურა თბილისის დინამოს უმასპინძლებს. ზალგუზმიდან ბეულოცეს გამარჯვება, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო სამტრედიის სახით, ჩვენი მეტოქე. ერთი რაღაც მინდა რომ აღნიშნო, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ითამაშა ბათუმის დინამომ წლევანდელ სეზონში. ეს იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, როგორც შეტევაში, იგივე დაცვით ფაზაშიც ბიჭები გამოიყურებდნენ ძალიან კარგად და ძალიან მაყოფილები ვარ. ეს მარცხს მივაწერთ იმას, რომ ალბათ ვერ დავაფასეთ ისე, როგორც ასაფასებელი იყო ბათუმის დინამო. პირველ რიგში უროცავ კარგად ითამაშეს, ამსახურებლად მოიგეს და ვეცდებით მომდევნო თამაში რომ გამოვასწოროთ სიტუაცია და ავიდეთ ჩემდენ ეტაპზე რა.